დავიწყოთ ამ კონტრასტზე საუბრით, როცა მილიონიან ქონებებს ყიდულობენ ევროპის შუაგულში, კაცმა არ იცის როგორი ფულით, ოცნების ლიდერები, პარალელურად ჩვენ გვაქვს 150 ოჯახის თვალხილული პრობლემა და ისინი ჩვენ დღესაც რო საუბრეთ მათ და ისინი კვლავ მზის გულს რჩებიან, უფრო მეტიც ის ტერიტორიაც დაატოვებინეს, ამოყვანილი დასაწყისი ეკლესიის კედლები, სადაც ისინი თავს აფარებდნენ, ასე ვთქვათ. ესეც იმ ინვესტორის ტერიტორიაში ჯდება, როგორც ისინი განმარტავენ. აი, რა შეიძლება გააკეთოს საზოგადოებამ ამ სისტემაშიც, ასეთ ავტოკრატიულ, კორუმპირებულ თუნდაც სისტემაში, რომ რიგითი ადამიანები ახლა საჭიროებით დაკმაყოფილებულები იყვნენ. ელემენტარულზე არ რეაგირებს სისტემა, ხო? არის თუ არა ეს ასე? დიახ, ასეა, გეთანხმებით და კონტრასტია ეს უბსკურული ხელისუფლებასა და ხალხს შორის, საზოგადოებას შორის სულ უფრო ღრმავდება. და ეს არის არა მხოლოდ ის, რომ ჩვენ ერთმანეთის არ გვესმის, არამედ აი ეს მდგომარეობა, ეკონომიკური მდგომარეობა ადამიანების და ის უბსკრული რაღაც მილიონიანი ქონების დაგროვება და რაღაც დამატებით ახალი ჩანთა უყიდოს თავის ცოლს და რაღაც დაბადების დღეზე 10,000 ლარიანი ტორტი უყიდოს. აი ამ დაკავებული ადამიანები ერთხარეს, რომელიც ჩვენ საერთო სიკეთეს იყენებენ და მხოლოდ საკუთარი ოჯახებისთვის და ხალხი, რომელიც უფრო მეტად ღარიბდება, მათივე ოფიციალური მონაცემებით 700,000-მდე ყავს სოციალურად დაუცველი. გახსოვთ ალბათ თავი მოსწონდათ, რომ დასაქმებული ადამიანების რაოდენობა გაიზარდაო და მე აღმოჩნდა, რომ ესენი არიან სოციალურად დაუცველები, რომელთაც 300 ლარიანი სამსახურები გაუკეთეს, რაღაცა მისი ბაღის დამლაგებელი 7 ან რაღაცა 100 დამლაგებელი სასაფლაოსი და ასე შემდეგ. ან სამუშაო ადგილებიც არ შექმნეს. მე ეს ადამიანები ამათაც 300 ლარიან სამსახურებსაც არ თმევდნენ და შანტაჟისთვის გამოიყენეს ეს წინასაარჩევნოდ. ეს არის თახი ამ ხელისუფლების, მაგრამ იცით რისი თქვა მინდა, რომ სამწუხაროდ სისტემა, რომელიც გვაქვს, ეს არ შექმნილა დღეს. სამწუხაროდ ჩვენი დამოუკიდებლობის პირობებში ჩვენ არც დაგვიწყია იმ სისტემის შენება, სადაც ადამიანი იქნება ყველაზე დაცული და პოლიტიკური ისტაბლიშმენტი თუ სახელმწიფო იქნება მოწადინებული ხალხის მსახურებისკენ. არც დაგვიწყია ამ შენებლობა, ასეთი სისტემის შენებლობა. კი, რაღაცა თავის დროზე ხევარდნაძე როცა მოვიდა რაღაც სახელმწიფოს მშენებლობაზე იყო ლაპარაკი და ტრანსატლანტიკურ რაღაცა და ისეთ მნიშვნელოვან თემებზე იყო საუბარი. სააკაშვილი მოვიდა კორუფციასთან ბრძოლის ეგიდით, მაგრამ შემდეგ ელიტური კორუფცია ჰქონდა ეს კორუფცია. ქართული ოცნება მოვიდა, რომ ადამიანია ჩემი მთავარი ღირებულება და ვეძებ ის მინდა რაღაცა დიდი ჟურნალი ჰქონდათ გამოცემული, სადაც იყო უამრავი დაპირება 2012 წელს. საერთოდ არ ახსოვთ ეს დაპირება და ეხლა ვხედავთ, რომ ერთი ადამიანის მსახური გახადა მთელი ინსტიტუტი და ერთი ადამიანის გადასარჩენად კი ვამბობდი, რომ რიგითი რაიანის გადასარჩენად ერთი ადამიანის გადასარჩენად მინდა იყოს მომართული სახელმწიფო, მაგრამ მოქალაქეს გულისხმობდი და რა თქმა უნდა და არა იმას, ვისაც ყველაფერი მიტაცებული აქვს. გვაქვს ეს. თქვენ ამბობთ, რისი გაკეთება შეიძლება, სულ მინიმუმ თუ კიდე გვაქვს იმის რაღაც ილუზია ვინმეს მაინც, რომ გვაქვს სახალხო დამცველი, რომელსაც მაინც აქვს რაღაც მინიმალური დამოუკიდებლობის შესაძლებლობა, მან მაინც რომ ამოიღოს ხმა, იქნებოდა კარგი და ეს ხომ მაინც სოციალური საკითხია და არ არის პოლიტიკური თემა, პოლიტიკურ თემებზე ლაპარაკი რო უჭირს ხოლმე ეშინია თუ არ ვიცი რა სჭირს. ამაზე ხომ შეიძლება სოციალურ საკითხებზე ილაპარაკოს. ჩვენ რა შეგვიძლია მოქალაქეებს და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენ შეგვიძლია რეჟიმი შევასუსტოთ. ეხლა რომ არის საუბარი იმაზე, რომ აი ჩამოშლის პირას აი თქვენ კითხვა დასვით, რომ ოპოზიციის დამსახურება არ არის. კი, ეს ასეა. არ არის ოპოზიციის დამსახურება. იმ ჩამონათვალში, რაც თქვენ თქვით, არ უნდა გამოგრჩეს გახარია, რომელიც პრემიერ-მინისტრი იყო, ყოფილი ბიზნეს ომბუდსმენი იყო და ეს ყოველთვის, ასე ვთქვათ, იყო თემა. გახარიას ცნობილი ფრაზას ქართულ ჯიგრულ პონჩი მე მას ბევრჯერ შეუტრიალეს. ამიტომ ეს ელიტური კორუფციის თემა, ფიქრობ თუ არა დღეს ჩამოვიდა ძალიან დაბალ დონეზე, არის თუ არა ამის ნიშნები დღევანდელ საზოგადოებაში და
ეს სისტემა, თვითონ კორუმპირებული სისტემა, ყველა ხაზი, ასე ვთქვათ, მიდის თუ არა ივანიშვილთან საბოლოო ჯამში და გროვდება თუ არა მასთან. არის რამე ქვეყანაში, რაც დღეს შეიძლება აკეთო ისე, რომ ივანიშვილის ვიზა არ ჰქონდეს. კი, შეიძლება აკეთო, იმიტომ რომ ვერტიკალი არ არის ისეთი მყარი, მაგალითად როგორც ნაციონალური მოძრაობის დროს იყო და კონკრეტული შემთხვევები მახსოვს, მაშინ როდესაც ვიღაცამ სადღაც გაბედა და ამბავი მივიტანეთ, როგორ გაბედეს, უჩვენოთ რამის კეთებაო. მოკლედ ნახეთ როგორ შევარდნაძის დროს კორუფცია იყო გაშლილი და ყველა დონე დაბალდონეზეც. სააკაშვილის დროს ეს იყო ელიტური და რაღაც 5 კაცის ხელში და ქართული ოცნების ხელისუფლებაში გვაქვს ამის კომპილაცია, ანუ ამის ერთობა გვაქვს ელიტური კორუფცია და გაშლილი, გაფანტული ველად, არ ვიცი, დღეს გამოქვეყნდა სენაკის მერის ამბავი და ეს არ არის მხოლოდ ეს სადღაც იყო კიდე რომელიღაცა არც ისე რაღაც სამმართველოს უფროსის გადაწყვეტილება რომელიღაცა მუნიციპალიტეტში. სამწუხაროდ, აი გვაქვს ყველაზე მახინჯი, ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება იყოს ქვეყანაში კორუფციის ფორმა. ეს ახლა გამოვიდა თან ჩაიწერეთ სოფო, მაგრამ საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევებს რომ ჩაუყვეთ, ხო, იქ საუბარია ძალიან სერიოზულ კორუფციულ ეჭვებზე და ეს ბევრი წლის განმავლობაში არაერთი დოკუმენტი ამის დაგროვილი, მე ყოველთვის ვეცნობოდი ამას. არც ერთ ჯერზე, არც სურს, არც საგამოძიებელ უწყებებს ამის ყურადღება არ მიუღწევ. რა ხდება დღეს? რატომ დაინტერესდნენ ვითომდა კორუფცია? თითქოს ახლა აღმოაჩინეს ეს თემა, ეს რომ ასე არ არის 2-4 ალბათ მართლა მაყურებლისთვისაც, მაგრამ მაინც დავსვათ ეს კითხვა, რატომ ამ ხალხის წინააღმდეგ? კი, მოდით ვთქვათ ესეთი რამე, ეს ბევრი სხვადასხვა თეორია შეიძლება იყოს შეთქმულების ამის მიღმა, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ქართული ოცნებისთვის არჩევნები, რომელიც ახლა მოდის, არის პრობლემა. არჩევნებზე მათ რაღაცა ტიპის დაპირება უნდა გააკეთონ, რაღაც უნდა თქვან. ის რომ ელიტური კორუფცია და კორუფცია ზოგადად არსებობს, მოქალაქეებმა საკუთარ ტყავზე გამოსცადეს. იციან, ტელევიზორში თუ არ დაინახავ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენმა მეზობელმა, შენს გვერდი, შენს რაღაცა კორუფციულად სახლი რო ჩადგა, შენ რო ნახე, რომ გზა გააკეთეს ერთხელ, ის გზა ერთ წელიწადში გაფუჭდა და მეორე შენ ხვდები, არ ჭირდებათ ამას მაინც და მაინც გარედან ვიღაცის მოყოლილი და ნათქვამი, ისედაც იციან. მეორე თემა სხვათა შორის ახლა ისევ რა მოწეს, თითქოს ამ ახალგაზრდებს თავაზობენ, ციხეში მყოფებს, რაღაც შეწყალებას, რაღაცა, იმიტომ რომ იციან საზოგადოების განწყობა, ხელისუფლება მიცის, რომ არ მოსწონს საზოგადოებას პატარა ბიჭებს, პატარა ბავშვები ციხეში გამოკეტილები. რა შეიძლება შესთავაზოს? თან იციან, რომ აი ხა დღე-დღეზე შეიძლება და მართლა ძალიან დიდია ეს საფრთხე, რომ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი დადგეს. ამიტომ რითი უნდა დაიკავოს ეს საზოგადოება ქართულმა ოცნებამ კორუფციას? ხო, აი რაღაცა ჩვენებით რომ ებრძვის კორუფციას, აი რაღაცა შეიცვლება, აგერ ამ ბავშვებსაც გამოუშვებთ, იმიტომ რომ რეალურად ეს ხაზი, იმიტომ რომ თან აი ნახეთ დაიწყეს ლაპარაკი, რუსები არ ვართ, ჩვენ რუსები არ ვართ, რომ მათ იციან. ეხლა რა შეიძლება გახარიასთან დაკავშირებით, რა შეიძლება გახარიას პასუხი მინდა ვთქვა აუცილებლად. იმიტომ რომ მაშინ ამცი ის დონე რა დონეც გვაქვს კორუფციის არ ყოფილა ნამდვილად, ჩვენი ურთიერთობები დასავლეთთან იყო საერთოდ სხვა ნიშნულზე და სხვათა შორის 20-ში ხმა რომ მივეცი რამდენი წლის შემდეგ ქართულ ოცნებას, იქ იყო სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც გახარიას ჰქონდა წარდგენილი, ერთ-ერთი იყო ანტიკორუფციული და უამრავი პუნქტი იყო, რითაც შეიძლებოდა ამ კორუფციის შეჩერება და აღმოფხდა შესუსტება და რისკების გადაზღვევა. და ასევე ერთ-ერთი დარჩა დოკუმენტად და სწორედ იცით რა, შეიძლება იყო ილუზია, აი რა სიტყვა, შეიძლება არის ეს ილუზია, რომ შენ გონია, რომ მე თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებ, მე არ ვიქნები კორუფციაში და მე ვიმუშავებ და ამის წინააღმდეგ აქაც ჩავკეტავ, აქ გადავაზღვევ და შევცვლი სანამ სისტემა თავიდან ბოლომდე არ შეიცვლება, ერთი ადამიანი ამას ვერ შეცვლის და ჩვენ გვჭირდება კოალიციური მმართველობა, ამიტომ ამბობ, რომ კოალიციური მმართველობის პირობებში შესაძლებელია უფლებამოსილების ბალანსი შტოებს შორის ვუზრუნველყოთ, სასამართლოს რეფორმაც გავატაროთ და აი ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია მართლა ისეთი სისტემის გამართვა, სადაც ერთი, რომელიც მოდის ხელისუფლებაში, გიждდება, ყველაფერი თან მიაქვს და კორუფციაც მერე ესეთი გაშლილი ხდება და ეს კორუფცია დაღუპავს ამ ხელისუფლების პირობებში. მოდით ვიხოთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემაზე, ვადა გეწურებათ, გაწყვეტილება ის, რაც მიიღეთ, თქვენ მონაწილეობთ არჩევნებში, ლელოც მონაწილეობს ამ არჩევნებში, არ გეთანხმებიან დანარჩენებოის სპექტრი, ეს გავლილი თემა, ისინი დარჩნენ თავიანთ აზრზე, თქვენს აზრზე, კანდიდატს რაც შეეხება, ვადა იზურება. გვაქვს ჯერ კიდევ ერთი თვე.
ხო, მაგრამ 4 სექტემბრამდე მინიმუმ გვაქვს. ჩამოყალიბებული უნდა იყოს. გეტყვით, მუშაობთ, რა თქმა უნდა, რამდენიმე ვერსია განიხილება ისიც რომ მაგალითად მერი და ვიცე-მერი, განიხილებიან ქალებიც, გვაქვს რამდენიმე ვერსია. მერის განიხილება კი, რატომაც არა, სხვადასხვა რეგიონებში, ამიტომ ბევრი საინტერესო არა, თბილისს გულისხმობ ამ თბილისეც ვფიქრობთ და ძალიან საინტერესო ისა გვაქვს რა ქვია, ასე ვთქვათ, განხილვები. თუმცა მე არ მინდა რაღაცა ეს ინტრიგა დავაგდო ან რაღაცა, უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ ჯერ ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი, რითაც ხელმძღვანელობთ, როცა ვფიქრობთ, ეს არის არა დაუშვათ ჩემი პარტიისკენ გავკაჩო, ან ჩემი მეგობარი იყოს ჩვენი პარტიის მეგობარი ან იმ პარტიის, არამედ ის ვინც შეძლებს იმ ამორჩეულის მიყვანას, ვინც შეიძლება ჩვენი პარტიის მხარდამჭერი არ არის. ხვდებით როგორ კანდიდატს ვეძებთ, ისეთ რომელიც შეიძლება დღეს არც ერთი პარტიის დაუშვათ როგორ ვთქვათ, არც ერთი პარტიის მომხრისთვის არ იყოს. დიმიტრი გელოვანი შეიძლება არ გამოვიდეს, მაგას ამბობდი რომ შეიძლება ვერ ვიპოვო დიმიტრი გელოვანი, მაგრამ კეთილსინდისიერი გამბედავიდეს, ქალაქი უნდა უყვარდეს და ის ქალაქი და მთავარი განვიხილოთ ამ ვერსიასაც მერი, ვიცე-მერი. გასაგებია. დიდი მადლობა სოფო ხორგუანს პარტია გახარია საქართველოსთვის წევრს.